海外に働きに行こうと決めた一番の理由を教えてください。 ხო, იქაც არ იყო ბევრი, თურქეთშიც არ იყო იმ პერიოდში. 娘たちはママが行く理由を理解してたと思いますか? შენ მაინც ყველაზე მეტად გაგიჭირდა ასე ვფიქრობ. ძალიან კარგად მახსოვს იქ რა ქვია, ერთ საძინებელში რომ შევიტანით მე საწოლების. ხო. ვიყავით ყველა და ეხლა მართლა წარმოუდგენელია, სულ ვარსად არ მიდიოდეს მშობელი. ან ცუდი ამაზე რომ ფიქრობ ადამიანი და რაღაცა თავსი დანაშაულება რომ ვერ მიეცი შემშვილებს საკმაოდ. 実際に姉妹だけの生活が始まってどうでしたか? It was exactly like kids. We were living alone without anyone. ყოფილ ვარ, გაფუჭებული საჭმელიც მიჭამია. დახეული ფეხსაცმელიც მცმია, გათბობის გარეშეც ყოფილ ვარ სახში. მაგრამ კი, და არ მოვაყოლებ კიდე რაღაცას, მაგრამ სამაგეროდ მე ის ადამიანი მიყვარს, ვინც ახლა ჩემში და თქვენში. 本当は甘えたかったと思った瞬間ありました。 ძალიან ხშირად იყო და იმდენად დიდი ხანი ვცხოვრობდი მაგ შეგრძნებასთან ერთად, რომ აი ვიღაცამ მომიგვაროს, ვიღაცამ გამიკეთოს. და რა თქმა უნდა, მშობლები არიან ზრუნავდნენ ჩვენზე, მაგრამ არა, ორადორი ადამიანი. ვარონ იყო ბიძია და ნანო. თუ იქამდე ჩავიდოდით, ბებოგები უნდა ყოდაქამდე ჩამოდით, აქედან მე მოგცემთ გზის დროს თვითონაც არაფერი არ ქონდათ, ანუ არ მუშაობთ, მაგრამ არასოდეს ცხოვრებაში არ დაუწუწულიათ. არასოდეს და იქით გვეხმარებოდი. 3. クリスタ皆さん、ひなたです。デイタです。ペーポです。ママです。ひなたです。こんにちは皆さん、てりチャンネルのてりです。ナノです。დედაですいつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、今まで話してなかった私たちの家族の過去について話したいと思います。明日タメラは家に来るので、明後日私たちはイタリアに行きます。そしてこれは私たちにとって初めての家族全員の旅行です。本当に信じられないかもしれないんですけど、私たちは家族で旅行行ってホテル泊まったりレストランに行ったりっていうのは子供の頃全くしたことなかったです。だから昔はお金がなくて家族と旅行行くなんて本当に夢みたいだったんですけど、大人になってこうして自分の力で家族を連れて行けるようになりました。今日は私が13歳の時、両親が離婚して、私が13歳から16歳まで、次女のタメラが16歳から19歳まで、そして長女なのが18歳から21歳の3年間、姉妹3人で暮らしていました。海外に働きに行こうと決めた一番の理由を教えてください。 რომ დავშორდით მე და მამა, ამან განაპირობა იქ წასვლა, რომ თქვენს რჩენას იქიდან უფრო შეძლების დაყარათ. ეხლა რომ ვფიქრობ, მაღალი ხელფასები ახლაც არ არის საქართველოში და მაშინ იყო, რა ვიცი, მე ალბათ 200 ლარი იყო, 150 ლარი მაქსიმუმ. ხო და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რომ უფრო მეტი იყო იქაც არ იყო ბევრი, თურქეთშიც არ იყო იმ პერიოდში ბევრი. この決断がするまでにどんな思いがありましたか? ძალიან მიჭირდა, იმიტომ რომ თუ გახსოვთ თქვენ, მე ვერასოდეს ვერ ჩედებოდი თქვენს გარეშე, მივდიოდით, წავკიყვანდით სოფელში, წამოვიდოდით და ძალიან გამიჭირდა, მართლა ძალიან, მაგრამ იმ წუთში იმას ვხედავდი გამოსავალს, რომ იქ წავსულიყავი და რაღაცა მაინც ოჯახისთვის შემემატებინა. 家族にはこの話をどう伝えましたか? მაშინ მარტო ვერ წავიდოდი, ვერ გავბედავდი წასვლას და თემუს ბიძაშვილი იყო მაშინ წასული და ამანაც ცოტა გამიადვილა იქ წასვლა და მენდექში დაგელაპარაკეთ, აგიხსენით, გითხარით და თქვენთვის რა თქმა უნდა ტკივნეული იყო, იმიტომ რომ ამდენი ხანი ჩვენ ერთმანეთს არ ვიყავით დაშორებულები და იყო რაღაცა არასასიამოვნო პერიოდი, მაგრამ მე გაგებით მოეკიდეთ ასე თუ ისე ამ ყველაფერს. ახლა სხვა რა გზა ქონდა, თორე ჩვენ არასოციალდომებია. და то მაშინ მით უმეტეს რაღაცა იმას მაგასაკში რომ გვითხრა მაშინ თითქოს აი ის არც მევიტანებულთან რომ მეთქი ახლა ეს როგორ შეიძლება მართალი იყოს. ვერც წარმოვედგინა ეგეთი რაღაც, მაგრამ მე ფაქტი წინაშე რომ დავდექი, მე გავიაზრე მეც რომ ერთლა ხდებოდა. 娘たちはママが行く理由をちゃんと理解してたと思いますか? გაგიჭირდათ ამაზე ფიქრი, მე მგონი ბევრი არც ვილაპარაკე ამ თემაზე, მაგრამ ეს სწრაფად მოხდა. შენ მაინც ყველაზე მეტად გაგიჭირდა ასე ვფიქრობ. ის რთული იყო, ახლა რომ ჩავუღრმავდა ის შორს წავალთ, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს იქ რა ქვია, ერთ საძინებელში რომ შევიტანით მე საწოლების. ყველა სხვადასხვა საწოლი რო იყო და აქეთ მე მეძინა და თაკოს იქით, შენ გეძინა იქით, დედას ეძინა და აი ესე ვიყავით ყველა და ეხლა მართლა წარმოუდგენელია, სულ ვარსად არ მიდიოდეს მშობელი. მით უმეტეს რომ ჩვენ ასეთი სიახლოვიდან მე რა გადავედით დისტანციურ ურთიერთობაზე. 本当にママがトルコ
行った時まで私は13歳だったんですけど、13年の間ずっとママとパパと一緒に寝てた。離婚する時はもちろんママだけと寝てたんですけど、本当に長い間離れることは一回もなかった。多分1日が一番長かったと思います。 ესე იგი ნანას იმახსოვს ის რომ გაიაზრა რომ უკვე მანამდეც ესე იყო და მე გაგვერჩი შენ და თაკოსთან დაკავშირებით თუ რამე გეხებოდა და გაიაზრა ის რომ იმაზე უნდა და ორივე მხრებზე უნდა დაწოლოდა იმას ნანას ეს თქვენი ტვირთი. თაკო და შენ უფრო პატარები იყავით და არ ვამბობ რომ ნანას ჩემთან განშორება არ შეაწუხებდა, მაგრამ უფრო მეტად კიდე თქვენ ეს გამოხატეთ ჩემთან, ანუ როგორც პატარებმა. 出国の日はどんな様子でした？ მე საერთოდ არ მახსოვს. სიმართლე გითხრა მეც არ მახსოვს. ტრამული მოგონებები მაინც არ გშება კარგად და სიმართლე რომ თქვა, მართლა არ მახსოვს დეტალებში დედას წასulis პირველი წასulis დრო ეგ არ მახსოვს. ერთხელ რომ ჩამოვიდა და წავიდა ეგ მახსოვს. მე მახსოვს და ისიც გითხარით კიდევაც რომ საერთოდ გაცილება დღემდე არ მიყვარს. იქ რო არ ყოფილიყავთ ეგ ვიცი. ვინმეს რო ვაცილებ, ან ვინმე მაცილებს, აი არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს. დამშვიდობების პროცესი არ მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ სტრესავს, ხო? წამოვედი ძალიან ჩვეულებრივად, რუსთავიდან წამოვედი მარშრუტკით და მივედი მე ორთაჭანაში. ხო და ბევრი ვერაფერი ვერ გავაკეთე იქიდანაც, მაგრამ ისა რაღაცა იმედები მქონდა რაღაცა ისეთი, რომ რაღაცა შეიცვლებოდა. 400 ლარის გამოიყო. იმიტომ 400 ლარი საქართველოს არ იყო. ჩვენთან არ იყო 400 ლარი. იყო 50 ლარი ალბათ. აი არ ვიცი რომ ვიფიქრდები და საშინელება იყო. რო დედა რო წავიდა ძალიან ვინერვიულე მე მახსოვს და მე კიდე რაღაც ჯანმრთელობაზე პრობლემებით შემექნა. გვიზრი რო გამივიდა. მე პრობლემაა. არ გახსოვს. სტრესზე გვიზრი გვიზრი გამივიდა და გავიდა ექიმთან ყავდა. გვიზრი გამივიდა და ესა დიეტაზე ვიყავ და წამლებსაც ხავდა. ამას მე კრუნჩხვები ემართებოდა ხოლმე. მე მგონი მე მგონი ეს ყველაფერი ნერვიულობის ნერვიულობის ბრალი იყო. აგვაცინებს მაგრამ რაზე მეცინებ მე მგონი აბა ეკიპი ჩვენ არ მგონი საშუალო. ერთი მომენტი იყო მაგალითად რომ დედამ ავადმყოფობის გამო და იმის გამო რომ ფული არ იყო ისე დაიკლო ხო ჩემი წოდის გახდა იმიტომ რომ კი ოღონდ თან ეს ანუ პარალელურად კელი დედას ქონდა ანთება კრიტიკა გამოებერა ყველაფერი ორი კვირა სამი კვირა როგორ მოხვდი მიკვეთს მაგრამ აი ქართულ ჯიგრულ პონჭ ანუ ქართულად და ჯიგრულად ეს რო უკვე მივხვდი რომ მართლა რაღაც მომივიდა ბავშვები პატარები და დავჩემოდნენ უპატრონოთ ასე თქვა მივედი ერთ-ერთ ახლობდებარე კლინიკაში და ვთხოვე ხო როზე Ja, Ensoko no dentisto wa mamani murio de tetsudate kureta. She did little surgery mitaini in her mouth and she recovered and then we paid her later after she worked and made money. აი მიუხედავად იმისა რომ აი ეს ისტორია კიდე ამ ისტორიაზე ბევრად უარესი იყო გამოვლილი არასოდეს არ გამიკრებავს იმედი აი ყოველთვის მქონდა იმის იმედი რომ აი არასოდეს რაღაცა კარგი მოხდება მე არასოდეს არ მეუხერხულება ეს ბევრს ვილაპარაკებთ კიდე მაგრამ არასოდეს არ მეუხერხულება ჩემი წარსულის გახსენება პირიქით აი ძალიანაც მიამაყება მშიერიც ყოფილ ვარ გაფუჭებული საჭმელიც მიჭამია დახეული ფეხსაცმელიც მცმია გათბობის გარეშეც ყოფილ ვარ სახლში მაგრამ კი და არ მომაყოლებ კიდე რაღაცას, მაგრამ სამაგეროდ მე ის ადამიანი მიყვარს, ვინც ახლა ჩემში და თქვენში ცხოვრობს. აი თავი ეგ არის, მაინც რომ არ უნდა დაკარგო ადამიანობა. 3年間トルコでどんな仕事をしていましたか? ხო, ეს იყო ფაბრიკა ტანსაცმელების, სადაც იქ მუშაობდი, სულ იქ მუშაობდით, მივდიოდით დილით 9 საათზე და სახლში ბრუნდებოდით 6 საათზე. ძალიან ნორმალური პირობები იყო ყველაფერი. კონტროლი იყო, უნდა გენახარო რამე სადმე დარღვეული, დალაქებული არ ყოფილიყო, იყო კეცვა, მე თავის პაკებში შეფუთვა და ესე შემდეგ მოყვა. 週何日働いていましたか? 6 დღე. კვირისგან და კვირას ვისვენებდით მაგრამ შაბათს იყო ნახევარი დღე პირველ საათამდე იყო იქ მუშაობა ხო 3年間のうちに何回ジョージアの家に帰ることができましたか? ორჯერ გადმოვედი და მე უკვე იქით გადავდივდი და ბოლოს ვიყავი 1 წელი გადამბოლა თუトルコでの生活は寂しかった? それとも友達ができましたか?
აქედან წავდა ახლობელი აი მამი და თქვენი. ჯერ ძალიან ბევრი ქართველები იყვნენ და ვერ იგრძნობდით სხვა ქვეყანაში თავს და მე იყო რამდენიმე ადამიანი ვისთანაც ესე ახლოს ერთად ცხოვრობდით, ერთ სახლში ცხოვრობდით. Sani shimaino nakade dokoni dare no koto ga shinpai shiteta ka? სამივეზე, მაგრამ აი უფრო მაინც პატარა რომ ისეთ ასაკში დარჩირო ცოტა რთული ასაკი იყო. მაშინ განსაკუთრებით ჭირდება მშობელი და ხუი მამის დეპრესიები რომ ახსენდება. მე ძალიან იმოქმედა ამან შენს ხასიათზე, შენ საერთოდ ზოგადად ძალიან მხიარული ბავშვი იყავი. აი სულ რაღაცა გიყვარდა საუბარი, სულ სიცილი, ცეკვა, ლექსები და აი ისე ჩაიკეტე. მაშინ ხმას არ ვცემდი არც ერთ საერთოდ. შენთვის მიდიოდი, შენთვის მოდიოდი და ისე ალბათ სტრესის გამო იყო ეგრე, მაგრამ ისე არ მახსოვს რომ გაბრაზებული ყოფილიყავ და არა, გაბრაზებული არა რა. ჩვენ ყველა გააზრებული გქონდა რომ წავიდა და ზუსტად მაგან დაგსტრესა მე რომ აი როგ ვერაფერს ვერ ვცვლი. და მე მან დედა დაიწყე შენ ზუსტად მახსოვს რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდე, უნდა ვიმუშაო, აი მაგ დედა დაიწყე უკვე 13 წლიდან მაგაზე ლაპარაკი. Musumeta chito doregurai reena kutotemashita ka? ტელეფონი არ მქონდა. მაშინ ტელეფონი არ მქონდა. უყურს დღეში ისეთიც არ ვექნებოდა ალბათ დაგინახავდით და იქ იყო მე ინტერნეტ კაფე იყო და იქ შევდიოდი ხო. ანუ იცი როგორ იყო? სამსახლიდან რომ მოვდიოდი ხოლმე, ანუ კვირაში ალბათ 5 დღე მაინც. Hanarete kurasu nakade musumeta chi no koe ya hanashikata kara sencho kanjita shunkan arimashita ka? კი, შევამჩნიე რომ იყავით გაზრდილები და ისიც შევამჩნიე რომ მხნედ იყავით და ჩემთვის ალბათ არ გინდოდათ რომ კერა დარწმუნებული რომ ენერგიულად და რამე ისეთი გამიგო რაც იქ გაძლებაში ხელში შემიშლება მოკლედ. Kaigai ni iku mae no jibun ni modotta to shitara ikimashita ka? Soretomo tomemashita ka? ალბათ წავიდოდი, იმიტომ რომ აქ არანაირი პერსპექტივა არ იყო, იმიტომ რომ არაფერი აბსოლუტურად. Shigoto ga owate Georgia ni kaete kite kara no koto o oshiete kudasai. მე უკვე თურქეთში რო ვიყავი რაღაც გარკვეული პერიოდის მერე, უკვე ნანამაც დაიწყო მუშაობა და ჩემზე გაცილებით ალბათ ზუსტად 3 მაქვს, ან შეიძლება 4 მაქსაც უკვე შოულობდა და ნუ ამ ყველაფერმა მერე უკვე აქეთ რადგან ეს დავიდგა გვერდში, შემდეგ უკვე თაკომაც დაიწყო, შენც დაიწყე უკვე მუშაობა. უკვე გაიზარდეთ ამდენი წელი გავიდა, ხო და ჩამოვედი, ჩემშვილებთან ვიქნებოდი და კიდე რაღაცები შეიცვალა იმ 3 წელიწადში საქართველოშიც და რაღაცა აქეთ ნახე სამსახურთან ჩემშვილებთან ვიქნებოდი. ესე ვაჩი. მაგ პერიოდში ძალიან კარგად მახსოვს მუშაობდი სამსახურში მე. ეს იმიტომ რომ სანამ უკვე დედა მოდიოდა ვიმატებდი მართლა ამ სამსახურს და ანუ იქენ ჩამოვიდეს. ვიწყებდი დილით, სადღაც 9-დან ვიწყებდი, ვიყავი 7-მდე. მე ცოტა ხანი ვისვენებდი, მე მივდიოდი აეროპორტში ვარიგებდი ფლაიერებს, მე ვბრუნდებოდი და სპა ცენტრი იყო და იქ მუშაობდი მენეჯერად. ერთხელ მახსოვს რომ სასტუმროში ჩამოვიდა ერთი ბელგიელი მწერალი. 4 დღეღამე გაჩერდა და კაცი მიყურებდა რომ 4 დღეღამე ვიყავი იქ, გადაბმულა და ამ სამსახურში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იყო და მე არ დაწერა შენზე რამე. გამოვიდა და მიშვილო, რა ხდებაო? ანუ რატო შენ აქ ცხოვრობო თუ რა საკეთებია თუ სახში არა ვიგელოდებო, მეთქ სახში რომ ელოდებიან, იმიტომ ვარ ესე თქო. იმდენად მინდოდა იმ ძველი ცხოვრებიდან ამოსვლა, რომ აი არ დავეძებდი, არც უძილობას დავეძებდი, არაფერს, აი ოღონდად მინდოდა რომ ბედნიერები და მშვიდად ყოფილიყავით და მე უკვე დედაც რო ჩამოვიდა, საერთოდ რა გამიჭირდა მართლა. Ima koyate minna to ishoni kurasete iru koto wa urisu desu ka? ძალიან. და ნამეტანი მომიდობ ხა მე თაკოც აი ხო, დედას რა ვიცი მეტი რა უნდა უნდოდეს რომ ესე ხედავდეს თავის შვილებს ერთად. Watashi mo negai wa hitotsu mo arimasu. Tamera mo ishoni sunde hoshii nante koto desu ne. Mama no shitsumo wa kore de owarimashita. Soshite tsugi wa Nano kara mo kinte miyou ne. 17歳のナノがママが海外に働きに行くと聞いたとき、最初思ったことは何でしたか? That I didn't know how to manage everything in family just by myself because I knew you were too small for this and I really had no idea what to do. It was first experience also. Of course, so it was very hard, I think, too. A huge depression I had that I just wanted to cry. Don't go out from the room, but I didn't have time to be in this state. ママに行かないでと言いたかったですか? もちろん。
I said few times maybe it's not necessary, but I knew that there was no another option. Then I felt bad because I was making her feeling bad, so I just stopped. 本当に3人ともすぐ気づいたと思います。その時他の方法は本当にないって。実際に姉妹だけの生活が始まってどうでしたか？ It was exactly like kids. We were living alone without anyone. Yeah. Our door was broken, and at night while sleeping, we were putting the chair to the door in order. いや、 maybe- ロッカーがなかった、ロッカーが。 Yeah, we just put in chair. If someone would come, we would hear and we would get up and fight. And I remember having knife in our bedroom if someone attack or comes. Yeah. And I remember our bed was broken. And we were kids. We didn't know how to fix it. I was sleeping in the broken bed. Yeah. და მაგ პერიოდში კიდე აი როგორც უკვე გითხარი ძალიან დაბნეული ვიყავი და თუ რამე გაფუჭდებოდა სახლში ხო ელემენტარული აი მაგას ონკანი გაიჭედა ან რაღაცა იხელა სტრესში მაგდებდა იმიტომ რომ არ ვიცოდი რა საიდან მიმეხედა რა საიდან დამეწყო 妹たちが泣いたり不安な時どうしていましたか？ რა ვიცი მეც დეპრესიაში ვარდებოდი და მეც რომ მოვსულიყავი და რომ მეთქვა დამშვიდი თქო ისე როგორც აი ამ პერიოდში როცა შევხედავდი ხოლმე ეს ვენ მამას დატოვებული ძველი ტანსაცმელები იყო ხოლმე ფეხსაცმელი ჩავიცვამდი აქ ვიდეო ჩავსვამ რომ ჩაკვავდი ხოლმე მე ვაიმე ხო ჩავიცვამდით ხოლმე მაგას და გამოვიდოდით და ერთმანეთს ვაცინებდით ვინ უფრო სასაცილოდ იცეკვებდა ვინ უფრო სასაცილოდ გაივლიდა და აი ესეთ რაღაცებს რო კეთილ 本当に毎日そんなことしてたんだよ。 განსაკუთრებით თამერა რო ჩვენთან ცხოვრობდა 学校の生活と家族のことどうバランスしていましたか？ თავიდან ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ დედიკო და მამიკო რო დაშვერდნენ მიმაში კლასში რა ვიცი ესეთი ბიჭები ხოლმე გათიშული და ესეც მომდიოდა ხოლმე ცრემლები მერე გამახსენეს ეგ ნინი და მარიმ რომ მაგრამ ასწავლებლებს ესმოდათ ეს ყველაფერი და არაფერს არ მეუბნებოდნენ. მე მუშაობის დროს უკვე დამთავრებული მქონდა, უკვე ზუსტად 18-ის გავხდი. მე უკვე სტუდენტობა და სამსახური იყო და რო ვერ დავაბალანსე ზუსტად მაგის გამო დავრჩი მარტო სამსახურში და აი ამ დროს კიდე მეხმარებოდა ის რომ ჯერ სადაც არ მაკლდა თქვენთან სიახლოვე მაგრამ უფრო ახლოს ვიყავი მე თქვენთან აი რაღაცა შევესისხლორცეთ ჩვენ სამნი ერთმანეთს ხო, ну ჩვენ ვიყავით ერთი სული სამ ორგანიზმში. 本当は甘えたかったと思った瞬間ありましたか？ აი მე ძალიან ხშირად იყო და იმდენად დიდი ხანი ვცხოვრობდი მაგ შეგრძნებასთან ერთად რომ აი ვიღაცამ მომიგვაროს ვიღაცამ გამიკეთოს კი რა თქმა უნდა ეხლა და რასაც შეეძლო იმას გვიგვარებდა იქიდან მაგრამ იყო რაღაცები რაც აი მჭირდებოდა რომ დიდმა ადამიანმა მოაგვაროს მე რატო ვაგვარებ მე არ მინდა ანუ თითქოს პროტესტის გრძნობა კი არა აი უფრო ჩემი თავის მიმართ რაღაცა თითქოს ჩემ თავსაც თვითონ მევზრდიდი კიდე და ვეუბნებოდი რომ აი არაუშავს ყველაფერი გამოსწორდება და აი ყველაზე მეტად ჩემში აი ზუსტად ამ პერიოდში აი ეგ შეიცვალა რომ იმდენად მივისწრაფოდი იმისკენ რომ უბრალოდ არაფერი არ მქონოდა მოსაგვარებელი რომ ძალიან დიდხანს გამომყვა მაგრამ საბედნიეროდ ჩემმა ქმარმა ამ 2 წლის განმავლობაში რაც დაქორწინებული ვარ იმდენად შემიცვალა ცხოვრება რომ საერთოდ აი ის ძველი ტრამვები რაც მქონდა გააქრო კი არა წალს გაატანა და რა თქმა უნდა მშობლები არიან ზრუნავდნენ ჩვენზე მაგრამ არა ორადორი ადამიანი ვიზეთ შემეც რომ მეთქვა რომ აი მივენდობი და იმათ შეუძლია ყველაფერი მოაგვარონ იყო ბიძია და ნანო. ძალიან ხშირად რა თქმა უნდა, აი მე ღმერთო იმაზე დავხმარებიან, აი ღმერთო ეხა მაგაზე რო ვილაპარაკო, გავსკრებით ირიდით, რო ჩავდიოდით ხოლმე ეს ბებო და ბიძია გამოვატყდით და დაზურული ჩანთებს თუ რამე ქონდათ გაკეთებული სახლში. და სახლში რო ჩავდიოდით, მარშრუტკას ატარდნენ, ხო, თუ ვერ ჩავდიოდით, იმიტომ გზის ფულიც არ იყო ხოლმე და მე თუ იქამდე ჩავიდოდით ბებო გეუბნებოდა ოღონდ აქამდე ჩამოდით აქედან მე მოგცემთ გზის ფულს თვითონაც არაფერი არ ქონდათ ანუ არ მუშაობთ მაგრამ არასოდეს ცხოვრებაში არ დაუწუწულიათ არასოდეს და იქით გვეხმარებოდნენ კიდე და ერთადერთი ადგილი იყო ბებიას ან ბიძიასთან სადაც საერთოდ არაფერს არ ვნებერობდი ზუსტად ვიცოდი რომ ისინი მოაგვარებდნენ ყველაფერს 学校で両親がいないことでいじめられたり逆に優しくされたことはありますか？学校でみんな私たちの家族に何起こってたかよく知ってた。私は15、16歳から仕事し始めて一日中仕事してて他の日一日学校に行ってたですね。We have some journals where they are marking kids who are attending to class and if there is so
so much no attending class, you will have so many exams to do and so on. So that's why all the other teachers understood my situation very well and they helped me so much. Even I was not attending to classes, they were still なんかありって書いてたんだよいつも。そしてそれがめっちゃ手伝ってくれたよ私。Also, these teachers were doing this everything because I was a good student too. I'm very grateful for them because if they didn't do, I think I would have some problems in class and maybe I would not be even able to graduate school if they didn't help me. 正直自分なりに頑張っていたことは何ですか? დედა რო წასული იყო და თქვენს რომ მუშაობა დაიწყეთ, მეც რატომღაც მინდოდა რომ სწრაფად გავზრდილიყავი, რომ ერთი სული მქონდა, რომ მეც სამსახური დამეწყო. და მაშინ 15 წელს იყავ. ხო, 15 წელს დაიწყე. ისე გული მეწვის ხოლმე ახლა რომ ახსენდება, ჯერ ეს საცოდავი ამდენ ღამეებს ათენებ და ღმერთო აი ძალიან ცუდი ამაზე რო ფიქრობ ადამიანი და რაღაცა თავსი დანაშაულება რო ვერ მიეცი შემშვილებს საკმარისი ის რაც ჭირდებოდათ მოგალით იმასაც. ესენი რომ მოდიოდნენ ხოლმე თაკუნდა ეს აი ვაიბეთ და მაცივლებთან რო იდგენ გათოში გაბლეკვილების საცოდავად აი მანამდეც გზავნიდი ხოლმე სივებს, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი და არ მიყვანენ და 15 წლისა როგორღაც ამიყვანეს. 6 საათი მუშაობდი ხოლმე, მაგრამ მე და თაკო ერთად ვიყავით და სულ ფეხზე ვიდექით ხოლმე და ანუ მაცივრების წინ მეგვიწევდა მუშაობა და მე მაგ დროს პლუს აი დედა რო ახალი ჩამოსული იყო უკვე თურქეთიდან ოპერაციის გაკეთება მომიწია მანაწლავზე და 2 თვე არ იყო გასული მე მგონი ისევ რომ მუშაობა დავიწყე და მტკიოდა ხოლმე სულ მაცივრის წინ რო ვიდექი და მახსოვს რომ ამათმა რომ პირველად სამსახური დაიწყეს ჩვენს უბრალოდ პატივი ვიცით თუ ფიქრობდნენ და they bought for me chicken fillet banana მაგრამ ეს კატანი და ბანანი რა იყო არ ცოტა ძვირიანი ეგეც ხოლმეこの経験のとして家族の絆はどう変わったと思いますか? მანამდეც იყო რომ ჩვენ ისედაც უახლოს ვიყავით ხოლმე მაგრამ ეს ყველაფერი რომ მოხდა და თან ყველამ სათითაოდ რომ გავიაზრეთ ვინ როგორი ცხოვრება გამოიარა დღეს მაგ ყველაფერმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ხონტონი მინასთან გაშინჯირარენაი გურაი სკოლში საოკეიტეშტა სამკიზოთ ეხლა მოვდოთ იტალიაში ოჯახი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ შემიძლია და მაქვს იმის ფინანსები რომ ასე ოჯახი წავიყვანო არა მარტო იტალიაში, არამედ იაპონიაში რომ დავხვალ ხოლმე. მადლობა Elvis. ではということで明日はタメラとノアが家に来て家族全員で初めての旅行に行ってきます。だからみんなとっても楽しみです。では今日も聞いてくれてありがとうございます。今日のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またねー。